ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის ფორმალური კვლევის შესახებ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორუმს მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენცია ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში საქართველოში პირველად იმართება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნის ცერემონიაზე საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბურობასა და მის როლს. ეს არის კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი არის ხელოვნური ინტელექტის ლოგიკების კვლევაზე და რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება და ის 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა. თითქმის 40 წელიწადია, რაც ეს კონფერენცია ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება საკმაოდ რთულია, გამომდინარე იქიდან თუ რა მიღწევების და მეცნიერული კვლევების წარდგენა უწევთ მონაწილე პირებს. ამ კონფერენციაზე, რომელიც 4 დღის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასპინძლობით ტარდება საქართველოში, 47 მოხსენება იქნება წარდგენილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უახლოეს მიღწევებთან დაკავშირებულ მოცემულობებს წარუდგენს საზოგადოებას. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა იმისა, რომ მოხდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა კონკრეტულ საკითხებზე სფეროში მოღვაწე მეცნიერების განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობისთვის და რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, ეს არის მორიგი აღიარება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, მათი რანგის, მათი დონის. ასეთი კონფერენციების ჩატარება არის უდიდესი პრივილეგია და ის, რომ ეს კონფერენცია დღეს ტარდება და იწყება საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხაზს უსვამს უკვე იმ მიღწევებს და იმ რეიტინგულ მონაცემებს, რომელსაც ეს უნივერსიტეტი უკვე საერთაშორისო ასპარეზზე თავისი იმიჯით პასუხობს. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფესორმა პაატა ტურავამ. ღონისძიებას ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კიუს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს მე-19 ევროპულ სამეცნიერო კონფერენციას. ეს ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. კონფერენცია არის ინტერდისციპლინური, რომელიც ქმნის საფუძველს მომავალი ქართულ-ევროპული თანამშრომლობისთვის ხელოვნური ინტელექტის ინტერდისციპლინური სწავლების სფეროში. კონფერენციის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება როგორც სასწავლო მიზნებისთვის, ისე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის. 4 დღიან კონფერენციაში მონაწილეობენ ხელოვნური ინტელექტის ლოგიკური მოდელების საკითხებზე მომუშავე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები. კონფერენციის ფარგლებში იმართება კვლევების პრეზენტაცია და პანელური დისკუსიები, სადაც მოწვეული არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. კიუ როგორც მზარდი უნივერსიტეტი იქნა შერჩეული ამ პრესტიჟული კონფერენციისთვის, რომელიც ევროპის მასშტაბით მე-19-ად იმართება. მაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა უნივერსიტეტზე, ამ გარემოზე და ღონისძიება იქნება დასამახსოვრებელი ყველა მონაწილისათვის. ხელოვნური ინტელექტი არის განვითარებადი სფერო და მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს ამ თანამედროვე მოვლენის მხარდაჭერას. ხელოვნური ინტელექტის ლოგიკის ევროპული კონფერენცია 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ფორუმს უკვე უმასპინძლეს საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა. ჯელიას მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების გაფართოებასა და იდეების ურთიერთგაზიარებას სხვადასხვა დისციპლინის ისეთ მკვლევრებს შორის, რომლებიც მუშაობენ როგორც აკადემიური, ისე თეორიისა და პრაქტიკის მიმართულებით.